დაკლავს საქართველო. ამერიკის საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის მუზეუმების შემდეგ ომარ კაჭკაჭიშვილის ნახატები თბილისის ისტორიის მუზეუმშია წარმოდგენილი. საბეჭდი მანქანის ნაწილებისგან და კონსერვის ქილისგან გაკეთებული ნატურმორტები და ტილოები. ნახეთ ანი ასათიანის სიუჟეტში. დღეიდან თბილისის ისტორიის მუზეუმი მხატვართა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თაობის 70-იანელთა წარმომადგენლის ომარ კაჭკაჭიშვილის ნამუშევრებს უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ძირითადი თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია, ისევე როგორც ეპოქა, რომელსაც ის მოიცავს. საკუთარ ფერწერაზე საუბარი ძალიან ძნელია თვითონ ავტორისგან. რაღაცა ეგეთი კითხვა რო არსებობს, მაგას ვეტყვი. ეს აქ არის დაახლოებით ბოლო 20 წლის 15 წლის ნამუშევრები გამოფენები. მხატვრის შემოქმედებაში ბევრი მოტივი ჟღერს, მაგალითად ძველი თბილისის პეიზაჟები, ქალაქური პეიზაჟი, ზამთარი, კოშკი ძველი თბილისის თემაზე, გრაფიკული და ცნობილი სერიები მესხეთზე, რომელსაც ოსტატი დაუღალავი ინტენსივობით ქმნიდა. ომარ კაჭკაჭიშვილი უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობს ფესტივალებსა და საერთაშორისო გამოფენებში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება. მხატვრის პერსონალური გამოფენა თბილისში პირველად თბილისის ისტორიის მუზეუმის ინიციატივით გაიმართა. მას ძალიან დიდი შემოქმედება აქვს, პრაქტიკულად ჩვენ რომ მესამე დარბაზის თავისუფალი ჰქონოდა, სამივე დარბაზს შეავსებდა მისი ნამუშევრები. მაგრამ ესე მოხდა ორ დარბაზში დავეტიეთ, გავყავით გამოფენა ორ ნაწილად, ფერწერას ცალკე დაუთმეთ ადგილი, იმიტომ რომ ფერწერაში მაინც ომარი არის განსაკუთრებული და მეორე ნაწილში გვაქვს პოპ-არტი წარმოდგენილი. ომარ კაჭკაჭიშვილის 60-მდე ნამუშევარი გამოიფინა მუზეუმში, მაგრამ ეს მისი შემოქმედების მხოლოდ 20%-ია. დამთვალიერებლების ყურადღებას განსაკუთრებით პოპ-არტის ჟანრი მიიპყრობს. ლენინის ჩამოხსნა თავისუფლების მოედანზე. აგერ ეს არის ლენინის თავი. მე ჩემი თვალით ნახე ჯაჭვი ქონდა გაყრილი ყელში, ჯაჭვი ჩამოხსნეს და დააგდეს მიწაზე. საბეჭდი მანქანის ნაწილებისგან გაკეთებული გიტარები, კონსერვის ქილებისგან გაკეთებული ნატურმორტები, 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი აბსტრაქცია. ეს ყველაფერი თბილისის ისტორიის მუზეუმში 11 მარტამდე დარჩება.